მოგესალმებით. ეთერშია სოციალისტური პლატფორმის დრო TV4-ზე სოლიდარობის სტუდიიდან. დღევანდელი ჩვენი სტუმარი იქნება ვახტანგ ფიცხელაური, სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი. ვახო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. და მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება. შევეცდებით გავარჩიოთ სიღრმისეულად ისეთი თემები, როგორიც არის რა განსხვავება მაგალითად საზოგადოებაში, რომელიც არის მოვაჭრე ზღვის საზოგადოება, ცივილიზაცია და ხმელეთის. რატომ არის ეს დაპირისპირება ესე გამწვავებული ახლა ჩვენ რასაც უყურებთ თუნდაც ჩვენს რეგიონში. ამ საკითხებზე, მაგრამ ტრადიციულად მინდა რომ დავიწყო სტალინის ციტატით და მე მგონი საინტერესო იქნება შემდეგ აი ამ საკითხიდან წამოწევა, იმიტომ რომ მაინც საბოლოო ჯამში ყველაფერი დადის ისევ ეროვნულ ღირებულებებზე, ეროვნულ მიდრეკილებებზე, რისი რა კულტურის წარმომადგენელი ხარ და როგორ მოქმედებ სოფლიო გეოპოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ჩვენ აი პატარა ერებს ბევრს არაფერს ეკითხებიან, მაგრამ რაღაცა როლი მაინც გვაქვს, ხო? ესეც ამის დასტური ისიც არის, რომ აი ახლა ამ პატარა ქვეყნისთვის თუ ვინმეს ჯერ კიდევ არ დაუნახია რამხელა ბრძოლა მიდის დიდი ცივილიზაციების, შეგვიძლია ამაზეც ვისაუბროთ და ეს ყველაფერი განმარტოთ გადაცემის მიმდინარეობისას. და დავიწყებ. ეს არის კაპიტალისტური წყობილება და ნაციონალური ჩაგვრა. ესეთი თავი. თანამედროვე ერები განსაზღვრული ეპოქის აღმავალი კაპიტალიზმის ეპოქის პროდუქტს წარმოადგენენ. ფეოდალიზმის ლიკვიდაციისა და კაპიტალიზმის განვითარების პროცესი ამავე დროს ადამიანთა ერებად ჩამოყალიბების პროცესია. ინგლისელები, ფრანგები, გერმანელები, იტალიელები ერებად ჩამოყალიბდნენ მაშინ, როდესაც კაპიტალიზმი ფეოდალურ დაქუცმაცებულობაზე იმარჯვებდა და ძლევამოსილად ვითარდებოდა. იქ სადაც ერების წარმოშობა საერთოდ და მთლიანად დროის მხრივ ცენტრალიზებულ სახელმწიფოთა წარმოშობას დაემთხვა, ერები ბუნებრივია სახელმწიფოებრივი გარსით შეიმოსდნენ. დამოუკიდებელ ბურჟუაზიურ ნაციონალურ სახელმწიფოებად განვითარდნენ. ასე მოხდა ინგლისში, უირლანდიოთ, საფრანგეთში, იტალიაში. აღმოსავლეთ ევროპაში პირიქით ცენტრალიზებულ სახელმწიფოთა წარმოშობა, რაც დაჩქარებული იყო თავდაცვის საჭიროებებით, თურქეთის, მონღოლების შემოსევები და სხვა. მოხდა ფეოდალიზმის ლიკვიდაცია უფრო ადრე. მასშტაბამე ერების წარმოშობაზე უფრო ადრე მოხდა ფეოდალიზმის ლიკვიდაცია. ამიტომ ერები აქ არ განვითარებულან, მათ არ შეეძლოთ განვითარებულიყვნენ ნაციონალურ სახელმწიფოებად. არამედ შექმნეს რამდენიმე შერეული მრავალეროვანი ბურჟუაზიული სახელმწიფო, რომლებიც ჩვეულებრივ შედგებოდნენ ერთი ძლიერი გაბატონებული ერისა და რამდენიმე სუსტი, დამორჩილებული ერისაგან. ასეთებია მაგალითისთვის ავსტრია, უნგრეთი და რუსეთი. ნაციონალურმა სახელმწიფოებმა, როგორიცაა საფრანგეთი და იტალია, რომლებიც პირველ ხანაში უმთავრესად თავის საკუთარ ნაციონალურ ძალებს ეყრდნობოდნენ. საზოგადოს რომ თქვათ არ იცოდნენ ნაციონალური ჩაგვრა. ამის საპირდაპიროდ მრავალეროვანი სახელმწიფოები, რომლებიც ეწყობიან ერთ-ერთს, უпростоრად მის გაბატონებულ კლასს. დანარჩენ ერებზე ბატონობის საშუალებით წარმოადგენენ ნაციონალური ჩაგვრისა და ნაციონალური მოძრაობის თავდაპირველ სამშობლოს და ძირითადად სარბიელს. გაბატონებული ერის ინტერესთა და დამორჩილებული ერების ინტერესთა წინააღმდეგობანი წარმოადგენენ იმ წინააღმდეგობებს, რომელთა გადაუჭრელად მრავალეროვანი სახელმწიფოს მტკიცე არსებობა შეუძლებელია. მრავალეროვანი ბურჟუაზიული სახელმწიფოს ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ მას არ ძალუძს ამ წინააღმდეგობათა გადაჭრა, რომ ყოველი მისი ცდა გაათანასწოროს ერები და დაიცვას ნაციონალური უმცირესობები, კერძო საკუთრებისა და კლასობრივი უთანასწორობის შენარჩუნების პირობებში, ჩვეულებრივ თავდება ახალი მარცხით ნაციონალურ შეტაკებათა ახალი გამწვავებებით. ეს საკითხი პირველ რიგში ხა უნდა გავაგრძელოთ მე უკვე საბჭოთა წყობის ქვეშ როგორია, მაგრამ ძალიან კარგად აღწერს, რომ შეუძლებელია დაიძლიოს, აი შემოსვლამდე საუბრობდით რუსეთის მაგალითზე, რუსეთს არ შეუძლია გახდეს ნაციონალური სახელმწიფო, იმიტომ რომ ეს არის ფედერაცია მრავალეროვანი, რომელშიც ნაციონალიზმის გაღვივება გამოიწვევს რეაქციას მცირე ერებისგან და ჩამოიშლება. ხო, ამ თეზისზე ვთანხმდებით. ახლა გავაგრძელებ უკვე საბჭოთა წყობილება და ნაციონალური თავისუფლება. თუ კერძო საკუთრება და კაპიტალი აუცილებლად აცალკევებენ ადამიანებს, აღვივებენ ნაციონალურ შუხს და აძლიერებენ ნაციონალურ ჩაგვრას, კოლექტიური საკუთრება და შრომა ასევე აუცილებლად აახლოვებენ ადამიანებს, ძირს უთხრიან ნაციონალურ შუხს და სპობენ ნაციონალურ ჩაგვრას. კაპიტალიზმის არსებობა ნაციონალური ჩაგვის გარეშე ისევე წარმოუდგენელია, როგორც წარმოუდგენელია სოციალიზმის არსებობა ჩაგრული ერების განთავისუფლების გარეშე. ნაციონალური თავისუფლების გარეშე. შოვინიზმი და ნაციონალური ბრძოლა აუცილებელია, გარდაუვალია
ვიდრე გლეხობა და საზოგადოდ ცვლილი ბურჟუაზია, რომელიც ახსავსია ნაციონალისტური ცრურწმენით მიყვება ბურჟუაზიას. და პირიქით, ნაციონალური მშვიდობიანობა და ნაციონალური თავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილად ჩაითვალოს, თუ გლეხობა მიყვება პროლეტარიატს. ესე იგი, თუ უზრუნველყოფილია პროლეტარიატის დიქტატურა. ამიტომ საბჭოების გამარჯვება და პროლეტარიატის დიქტატურის დამყარება ნაციონალური ჩაგვრის მოსპობის, ნაციონალური თანასწორობის დამყარებისა და ნაციონალური უმცირესობა და უფლებების უზრუნველყოფის ძირითადი პირობაა. ეს რა თქმა უნდა საუკუნის წინ არის დაწერილი 1922 წელს ცოტა მეტის წინ, მაგრამ რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თეზისები მართლდება. მართლაც საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა ერები, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, განთავისუფლდნენ, შეიქმნა სახელმწიფოები, რომლებიც ეხლაც კი არიან სახელმწიფოები, ახლა ჩამოთვალოთ, განსაკუთრებული კარგი მაგალითი არის მაგალითად შუა აზიის სახელმწიფოები, ხო, უზბეკეთი, ყირგიზეთი, რომლებიც იყვნენ ჩვეულებრივად დაკუცმაცებული წარმონაქმნები და შეიქმნენ ერთ სახელმწიფოებად. და ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ პირველ რიგში, ვახო, ჯერ შენი შთაბეჭდილება რო გითხრა აი ამ თეზისებზე, რას ეთანხმები, რას არ ეთანხმები, რას განავრცობდი უფრო და შემდეგ გავაგრძელოთ. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ პრინციპში იწყება ნაციონალური სახელმწიფოების შექმნა ყველგან მთელ ევროპაში და აღმოსავლეთ ევროპაშიც და ყველგან. ის განცდა ნაციონალიზმის ის განცდა, რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ განაპირობა ნაციონალური სახელმწიფოების შექმნა. შეიძლება ასე ვთქვათ, რომ საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ დაიბადა, თქვათ არა, ასე არის მიღებული ზოგადად, დაიბადა სამი პოლიტიკური თეორია. ეს იყო ლიბერალიზმი, ნაციონალიზმი და სოციალიზმი. ლიბერალიზმი თავისთავად ლიბერალიზმის იდეოლოგია, სოციალიზმის იდეოლოგია და ნაციონალიზმის იდეოლოგია გარკვეულწილად კავშირში არის იმ კულტურებთან, რომელშიც ეს გაჩნდა. მაგალითად, ლიბერალიზმი არ გაჩენილა მინდა უფრო გეოპოლიტიკურ ჭრილში, გეოგრაფიულ ჭრილში გადავიდრო. ლიბერალიზმი არ გაჩენილა კონტინენტურ სივრცეში გაჩნდა საზღვაო. ამას თავის მიზეზები აქვს და მე ვისაუბრებთ ამაზე. ნაციონალიზმის გაჩენა დაკავშირებული არის გარკვეულწილად ჩემი აზრით იმ სოციალურ სტრუქტურებთან, რომელიც იბადება უმეტესწილად სახმელეთო სახელმწიფოებში და აძლიერებს ნაციონალიზმს. ეს შემჭიდროების ძლიერი მჭიდრო სოციალური კონსტრუქტები. რაც შეეხება სოციალიზმს და ლიბერალიზმს განსხვავება აქაც ერთ ვიტყვი და შემდეგ გადავიდეთ იმაზე ნაციონალიზმზე რით განსხვავდება მათგან, რატო არის უფრო ლოკალური იდეოლოგია და რატო წარმოშობს კონფლიქტებს, რაც იყო ნახსენები. სოციალიზმი უფრო დამახასიათებელი არის კონტინენტური სახელმწიფოებისთვის და იმპერიებისთვის, იმიტომ რომ იქ როგორც წეგანო ახსენე სოციალური სიმჭიდროვე, სოციალური კონსტრუქტების, მყარი კონსტრუქტები არსებობს, სადაც უფრო მეტი ნორმა გასათვალისწინებელი, უფრო მეტ კოლექტივიზმისკენ არიან მიდრეკილი საზოგადოებები. საზოგადოებას მეტი გავლენა აქვს ინდივიდზე. რაც უფრო ვიტყვით, რომ თქვა სახელმწიფო არის სახმელეთო, იქ უფრო მაღალი არის კოლექტივიზმი და შესაბამისად წინ არის წამოწეული სოციალური საკითხები. ეს განპირობებული არის უშუალოდ იმ ეკოლოგიიდან, სადაც ეს ადამიანები თანაარსებობენ. ერთ-ერთი მიზეზი რა შეიძლება ვთქვათ, რა არის, რომ მაგალითად ზღვა ციტირებას მოვახდენ მაგალითად ალფრედ მეჰენის ამერიკელი სამხედრო გეოსტრატეგის
რომელიც ამბობდა, რომ ზღვა უნდა განვიხილოთ როგორც ახალი შესაძლებლობები. შესაბამისად, ლიბერალიზმის დაბადება და არა როგორც საზღვარი. რომელიც ჩვენთვის პირდაპირ სიტყვა გვეუბნება, რომ ხო, ჩვენ ენაში ზღვა დაკავშირებული არის საზღვართან და შემთხვევით არ არის ეს და ესეც მე განვიხილოთ. ზღვის შესაძლებლობებთან დაკავშირება ნიშნავს, რომ თუ ზღვაში გადის ცივილიზაცია, ის ეცნობა ახალ სხვა ცივილიზაციებს, რომელმაც უნდა მიიღოს ეს ცივილიზაციები, მისგანაც მიიღოს და საკუთარიც წაიღოს და სხვა ცივილიზაციიდან წამოღებულიც წაიღოს და სხვა ცივილიზაციებში. და სწორედ აი აქ არის ის კავშირი ჯაჭვი ჩემი აზრით ლიბერალიზმის, რომელიც ცდილობს უნივერსალიზება მოახდინოს კულტურების და ესე არსებობს მაგალითად კულტურულ ფსიქოლოგიაში არის 3 მიდგომა არსებობს. და ამას დავაკავშირებ ზუსტად იმ სამ პოლიტიკურ თეორიასთან, რატო არსებობს, მე რას ვფიქრობ, რომ რატო არის, რომ პოლიტიკური 3 თეორია გვაქვს და იქაც 3 მიდგომა გვაქვს კულტურულ ფსიქოლოგიაში. ერთი არის აბსოლუტიზმი, უნივერსალიზმი, მეორე და მესამე არის რელატივიზმი. აბსოლუტიზმი ძალიან კარგად ჩნდება ნაციონალურ ჭრილში, რატომ? ის განიხილავს ნაციას როგორც უპირატეს სხვაზე. ესე თუ არ ნაციონალური იდეოლოგიის ფარგლებში თუ ესე არ განიხილავს, ის ერი მარცხდება, ასე ვთქვათ. ამიტომ ნაციონალიზმი გარკვეული აზრით ლოკალური წარმოდგენაა სამყაროზე და მაგალითად აბსოლუტიზმის ეს ერთ-ერთ რელიგიური მათ შეგვიძლია გავიაზროთ, ჩავთვალოთ ისლამი. ის თუ არ არის ესეთი, მაშინ ყველა შეცდომილია და მარტო მან უნდა გაიმარჯვოს. ანუ ეს არის მყარი, ძალიან მყარი კი არა, ძალიან დოგმატური ხედვა. რაც რა თქმა უნდა თანამედროვეობას და პროგრესულ იდეებს ეს ნაკლებად შეესაბამება. შესაბამისად, პირველი რაც გაჩნდა ევროპაში და უფრო გაძლიერდა და აღმოსავლეთ ევროპაშიც და რუსეთთან დაკავშირებული ქვეყნებთან ნაციონალური სახელმწიფოები განვითარდა და ეს გარკვეულწილად ამ აბსოლუტიზმის გააზრებაში, ამ პარადიგმაში ზის. მეორე ხედვა არის უნივერსალიზმი და რა საერთო აქვს ჩემი აზრით ლიბერალიზმს უნივერსალურ ხედვასთან და რატომ არის რომ აკადემიურ სივრცეებში დღესაც და რა სხვაობა რელატივიზმს და უნივერსალიზმს შორის ჯერ ამას ვიტყვი. ანუ უნივერსალიზმი უყურებს ესე რომ საზოგადოება წარმოადგენს არის ინდივიდებისგან შემდგარი სისტემა, რომელშიც ინდივიდებს გააჩნიათ თავის პირადი თავისუფალი სივრცე და ასევე არსებობს კოლექტიური რაღაც მოცემულობა, რაც ქმნის შემდეგ როგორც წეგნ ვისაუბრეთ სოციალურ კონსტრუქტებს და აყალიბებს ერთის მხრივ ინდივიდები აყალიბებენ კოლექტიურ გარემოს და ეს კოლექტივი შემდეგ ურთიერთქმედებს ისევ ინდივიდებზე. და აქედან გამომდინარე, ან კულტურაში არის ინდივიდუალიზმი წინ, ან პირიქით კოლექტივიზმი არის წინ და ეს არის ერთმანეთთან რაღაცნაირად დაპირისპირებული. ზოგ კულტურაში ერთი უფრო კოლექტივისტურია, ზოგში პირიქით. და სადაც ეს არ არის კაფეო ხაზი გავლებული და არც კოლექტივისტურია და არც იქ ძირითადად სოციალური კონფლიქტები მაღალია ხოლმე და ერთ-ერთი ჩვენი პრობლემაც ეს არის, ამაზეც ვისაუბრებ შემდეგ, რომ ჩვენ არ ვართ კლასიკური არც კოლექტივიზმი და არც ინდივიდუალიზმი. ესე იგი უნივერსალიზმი უყურებს როგორ, რომ ადამიანები უმეტესად ერთნაირები არიან და კულტურებში არის მცირე განსხვავებები. მაგრამ ადამიანის ეს ფუნდამენტური ღირებულებები, რაც არის თავისუფლება და ლიბერალიზმი, რასაც ემხრობა, სწორედ უნივერსალიზმის ხედვას იყენებს, იმიტომ რომ მისი იდეოლოგიისთვის ეს უფრო სოფხედელობისთვის უფრო შესაბამისი არის. მაგრამ ეს ხო იდეაში უფრო უნდა იყოს ესე თქვა პასიური და ეხლა რაღაც მილიტანტური გახდა, ხო ეს შეტანა შენი ამ კი, ეს უკვე იმიტომ რომ ის ეს ეპოქალურია, უკვე ლიბერალიზმი გახდა ლიბერალიზმმა აი ციტირებას მოახდენ მირშაიმერის, რომელიც ამბობს, რომ თანამედროვე სამყარო არის ნაციონალური სახელმწიფოების ნაციონალური სახელმწიფოებმა გაიმარჯვეს, ლიბერალიზმიც დამარცხდა
და სოციალიზმიც როგორც გლობალური იდეა. გაიმარჯვა ისევ იმად, ვინც პირველი დამარცხდა ისტორიაში, ვიცით რომ ნაციონალური სოციალიზმი იყო სოციალიზმი საბჭოთა კავშირის სახით და იყო და არის ლიბერალიზმი. პირველი დამარცხდა ნაციონალ-სოციალიზმი. ზოგადად ნაციონალიზმი დამარცხდა პირველი. მაგრამ ეს დამარცხება იყო ძალიან ზედაპირული, იმიტომ რომ ის დამარცხდა პირველი, რომ ის იყო ყველაზე სუსტი იდეა. და სუსტი იდეა ის იმიტომ არის, რომ უნივერსალური იდეა არ არის, არის ლოკალური ერის, კულტურის იდეა, რომელიც უნივერსალიზება აუცილებლად კონფლიქტს წარმოშობს სხვადასხვა ნაციებს შორის. იდეოლოგია შეიძლება გლობალური და ინტერნაციონალური მაშინ შეიძლება იყოს თუ რაღაცა საზღვრები არსებობს. აი მაგალითად ახლა აქ რაზეც იყო საუბარი, რომ იქ თუ არ არის დაპირისპირება ერებს შორის და დაპირისპირება ერთად დოულათის გამო ხდება, ხო და თანაბრად ვინაწილებთ, მაშინ ჩვენ განსხვავებულად ცხოვრობთ, მაგრამ დაპირისპირების საფუძველი აღარ გაგვაჩნია. დაპირისპირების საფუძველს აჩენს სწორედ ის ეკონომიკური უთანასწორობა. შემდეგ ერებს შორის და ეს ერებს შორის ეს უთანასწორობა აღვივებს შემდეგ ნაციონალიზმსაც და იმიტომ არის დღეს ხო ძირითადად კონფლიქტები ნაციონალური ნიშნით ხდება. და ამერიკისთვის ლიბერალიზმი იქცა ამერიკულ ნაციონალიზმად, რომელიც უნდა ყოფილიყო გლობალური. იდეაში არის კიდეც გლობალური იდეა, რომელიც ამერიკულ ნაციონალიზმად აქცია და რატო? იმიტომ რომ ამერიკა სრულიად სხვა იდეა და ძალიან მემზიდველი იდეაა, ასე ვთქვათ, ლიბერალიზმი ინდივიდუალურად ადამიანისთვის, რომელსაც ძალიან მოწონს და უხარია თავისუფლება და მიისწრაფვის ამისკენ და ადამიანი მიისწრაფვის ამისკენ, მაგრამ ეს არის ერთი ზედაპირული ნაწილი მხოლოდ. რომ თვითონ ესეთი საზოგადოება შეიძლება არსებობდეს გარკვეულ სივრცეში. ეს გლობალურად ვერ იარსებებს, იმიტომ რომ ის არ შეიძლება რომ ის გახდეს უნივერსალური იდეა. ამათ კიდევ ერთხელ მინდა რომ ერთ-ერთი ციტატა მოვიყვანო, რომელიც ამ წიგნში არ არის, მაგრამ სხვა წიგნშია, რომ მე ვერ ხვდე ამ რას ამბობს ამ შემთხვევაში სტაილ, რომ გველაპარაკებიანო თავისუფლებაზეო ლიბერალებს გულისხმობს სხვა შეერთებულ შტატებს, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება თავი ჩათვალოს თავისუფლად ადამიანმა, რომელსაც თავს ზემოთ ჭერი არ აქვს, საჭმელი არ აქვს, ანუ რასაც ახლა ჩვენ ვამბობთ, ხო რომ ეს კი მიმზიდველია ზედაპირულად ეს იდეა, მაგრამ თავის სიღრმეში მალავს ექსპლუატაციის იმ ხარისხებს, რომლამდეც მივედით, ხო ახლა. რომ ანუ ერთმა ერმა უნდა ამოწოს მთელი სიმდიდრე მცირე ერებს, მაგალითად ამ შემთხვევაში, რასაც ჩვენ გვიკეთებენ ან ჩვენნაირ ერებს. რესურსები სიტყვას და ზოგადად ბრძოლა არისთვის მიდის სამყაროში, ადამიანებს შორისაც და ქვეყნებს შორისაც. ბრძოლა მიდის რესურსებისთვის. ადამიანს იმდენად აქვს მიდრეკილება თავისუფლებისთვის და იმდენად იყენებს, რამდენადაც მას უნდა რომ საკუთარი შრომის და იმის რასაც თვითონ თulis რომ იმსახურებდა მიიღოს და დაიცვას ეს. უნდა დაიცვას ეს და ამასთან არის დაკავშირებული თავისუფლება. რა მნიშვნელობა აქვს სიტყვას თუ მე ის არ მაძლევს შედეგს, ხო? ეს ყველაფერი მიმართული არის რეალურად რესურსებისკენ. ის რომ გლეხი და უპირისპირდა თავად იმის გამო კი არ დაუპირისპირდა რომ ის პიროვნულად შუღლი ქონდა. დაპირისპირება იმის საფუძველზე მოხდა რომ მე მამუშავებ, ჩემი მიგაქვს და შენ უკეთესად ცხოვრობ და შენ არ შრომობ ამ დროს. ანუ პარაზიტირებას ახდენ ჩემზე. აქედან მოდის ზოგადად რევოლუციაც, რეალურად რევოლუცია, რასაც ქვია, რომ რესურსები უნდა გავინაწილოთ და შემდეგ ეს უკვე არის სუბლიმაციის საკითხი, რომ მე შენ მოგცემ იმდენს რამდენსაც მე ვთვლი რომ იმსახურებ, მაგრამ სიტყვით გამოხატე რაც გინდა, ხო? ეს გადატანა მოხდა ეკონომიკური საკითხის სოციალურ საკითხში. ხო, ეს ახალი თემა არ არის, ხა მე ვიმეორებ იმას, რაც ყველასთვის ცნობილია, მის თუმეტეს სოციალისტებს ყველას ესმით ეს, ხო? აი თემას რო დაუბრუნდე, დავასრულებ, მაგრამ რელატივიზმზე მინდოდა მეთქვა, რატო მოდის კონფლიქტში რელატივიზმი ლიბერალიზმთან, რომ
როგორც წეგან ვახსენე ამერიკამ ლიბერალიზმი გახადა როგორც შეეცადა რომ წარმოეჩინა როგორც რაღაც უნივერსალური იდეა, როგორც საბჭოთა კავშირი ცდილობდა კომუნიზმის გავრცელებას, ისევე შეეცადა, მაგრამ იქ რა თქმა უნდა ეს წეგან რაც თქვის შრომის არათანაბარი გადანაწილების მომენტი დარჩა და შესაბამისად დარჩა ნაციონალური კონფლიქტებიც. და ამიტომ ვერ გახდა ეს იდეოლოგია წარმატებული და ვერც იქნებოდა. რელატივიზმი წეგან ვახსენე რომ ადამიანია უნივერსალიზმი უყურებს ესე რომ ჯერ ადამიანია ამის ღირებულებები არის უნივერსალური და დანარჩენი არის მცირე განსხვავებები კულტურებს შორის. რელატივიზმი ესე არ უყურებს და ყველაზე უფრო პოპულარული თავდასავლურ სკოლებშიც, ანთროპოლოგიურ და კულტურულ სკოლებშიც ეს მიდგომა არის, რომ ყველა კულტურა განსხვავებულია, კულტურა აყალიბებს თქვათ გეოგრაფია, ეკოლოგია და შემდეგ განვიხილოთ. შესაბამისი აქვს ენა შობს არის ერთ-ერთი განსაზღვრელი სოფხედვის და სრულიად სხვა აღქმა აქვს მაგალითად სამყაროსი ჩინელს, იაპონელს და სრულიად სხვა აღქმა აქვს ქართველს და რუსს და ევროპელს. ეს იქიდან გამომდინარე არის ესე რომ თვითონ კულტურებში ეს კულტურული კოდები, რასაც ეს კონსტრუქტები, კულტურული კონსტრუქციები იმდენად ძლიერია, რომ ზოგადად უშუალოდ ადამიანების აღქმაც კი განსხვავებულია. შესაბამისად ეს ამ ადამიანებს კი არა აქვთ უნივერსალური რაღაც საერთო და კულტურა დანამატია, არამედ კულტურაა მთავარი და ადამიანური მომენტები ის რაც უნივერსალურია ძალიან ცოტაა. აქ ხარისხობრივი დავამიტის იმაზე, რომ რამდენად უფრო მეტი როლი აქვს კულტურას და რამდენად მეტი როლი აქვს შინაგანად ადამიანის თავისუფლებას, იმიტომ რომ ის ხშირად ისე არასწორად ცდილობენ ხოლმე რომ დიქოტომიაში მოაქციონ, რომ იქ თუ კოლექტივისტურია, იქ ადამიანის უფლებები არ არსებობს. არ არსებობს ეგეთი რაღაც კულტურა არ არსებობს, სადაც ადამიანის თავისუფლება არ აქვს. ადამიანის თავისუფლებას თუ იზღუდება, ის კულტურა კონფლიქტური ხდება და ვერ არსებობს ფიზიკურად. ეს გათვალისწინებულია. ამიტომ თავისუფლების გაგება არის ძალიან რელატიურია. იმას ვამბობ, რომ იაპონელისთვის მაგალითად ეს ლიბერალური თავისუფლების გაგება განასაჭიროებას არ წავს. საერთოდ გაუგებარი არის მისთვის ამის თქმა მინდა. და რელატივიზმი უფრო ობიექტურად უყურებს ამ მოვლენებს. აი რაც შეეხება საბჭოთა კავშირში დაბადებულ ამ ნაციონალიზმს ჩემი აზრით კარგად ჯდება როგორ ეხამება სახმელეთო სახელმწიფო რელატივისტურ ხედვებს, იმიტომ რომ კულტურები არიან განსხვავებულები და მათი განსხვავებულობა არათუ ვაღიარებთ, არამედ პირიქით უახალისებთ კიდეც და საბჭოთა კავშირის დროს მოხდა უამრავ ერის თვითგამორკვევა ენის დამწერლობა თუ არ ქონდა, დამწერლობის შექმნა ფოლკლორის და ხელოვნების წამოწევა წინ და ესე ბევრი სახელმწიფო არსებობს, ხო? ჩვენ ისედაც გაგვაჩნდა, მაგრამ ჩვენთან გაძლიერება მოხდა ამისი და არა დასუსტება. მაგალითად, თუ ლიბერალიზმი ცდილობს, რომ ეს კულტურული განსხვავებანი ნიშნები გახადოს უფრო ერთმანეთის მსგავსი, რელატივიზმი უბრალოდ ხედვა ეს, მაგრამ ამ შემთხვევაში საბჭოთა კავშირი ამას კი არ ცდილობდა განსხვავებული ყოფილიყო, რაც იყო ის განსხვავებული ნიშნები. პირიქით გაემდიდრებინა. მე ამის ნათლა ხშირად ხდება ხოლმე, რომ განგეკეთდებოდა ეს, რომ სისტემა ყოფილიყო კონფლიქტური და დაშლის შემთხვევაში კონფლიქტები წარმოშობილიყო. ეს არის მიზეზის და შედეგის არევა, იმიტომ რომ სხვა მიზეზით გაკეთდებოდა ის და მე ამან რომ სხვა კონფლიქტი გამოიწვია, ეგ იმასთან კავშირში არ არის. ჩვენს რეალობაზე რო გადმოვიტანოთ, აი დღევანდელობაზე, ხო? არის მხარე და რეალურად მხარი არის, რომელმაც სამწუხაროდ საქართველოს მაგივრად აირჩია რაღაცა აბსტრაქტული დასავლეთის იდეა, რომელიც ცდილობს, აი რაც ახლა ვახსენეთ, ხო? ცდილობს, რომ მაქსიმალურად გაანულოს, კი, თან ერთი ხელით გეუბნება და ერთი სიტყვით გეუბნება, რომ ამაყობს ქართული კულტურით და ტრადიციით და ყველაფერი, მაგრამ თან ცდილობს, რომ ეს ყველაფერი გაუთანაბროს რაღაც არ ვიცი, ლიტვურ კულტურას მაგალითისთვის, ან უნგრულსო თითქოს ეს ყველაფერი ერთია და უბრალოდ რაღაცა ქვეოჯახი ვართ მაგალითისთვის პრიბალტიკური კულტურის, ან თუნდაც პორტუგალიური კულტურის, ხო?
აი ამაზე რო გავამახვილოთ ყურადღება ეს უნივერსალიზმის ეს გამოვლინება დიდი ხანი თუ დაიწყო ერთი და შეგვიძლია ვთქვა თუ არა რომ კრახით მთავრდება თუ ჯერჯერობით ამის თქმის საშუალება არ გვეძლება. კრახით რომ მთავრდება ამას თვითონ ამერიკელებიც ამბობენ, იმიტომ რომ ლიბერალიზმის უნივერსალიზმთან არის კავშირში. ახლა როცა ვცდილობ რომ საქართველოსა და პირობითად რომელიმე ევროპულ ქვეყანას შორის საერთო ნიშნები დაიჭირო და ამიტომ თქვა რომ ეს ერთი კულტურაა, ასე ყველა ზოგადად ადამიანებს შორის უამრავი საერთო გვაქვს. ყველანი მეტო რაღაცა არაკაც ყველას გვაქვს და ასე შემდეგ. რაღაცა ნორმები არის უნივერსალური რა, ეს რა თქმა უნდა ესია. მაგრამ ამას რომ განგებაკეთებ ამის გამოკვეთა, აი თუ ესია, აქ ესია და აქედან აყალიბებ ხედვას რომ უნივერსალიზმი სწორია, ეს არის გონების манипуляცია, ეს არ არის სწორი ხედვა. იქ რეალურად კულტურული განსხვავებები არსებობს და კულტურაში როგორ ახდენს სოციალური ინჟინერი თუნდაც შეხვიდე და შეიტანოთ ცვლილებები და ზოგადად კულტურა ჩემი აზრით ყოველთვის მარტივდება კულტურის გაგება თუ მას წარმოვიდგენთ როგორც ბიოლოგიურ ორგანიზმს. როგორც ბიოლოგიურ ორგანიზმს ბიოლოგიური სხეული იქნება ეს თუ თქვათ მცენარე უცხო სხეულიან ნივთიერება ხდება და იმას აქვს შესაბამისად რეაქცია. ან დადებითი ან უარყოფითი. ეს არ ნიშნავს იმას რომ ყოველთვის უარყოფითი გავლენა შეიძლება გქონდეს. ესევე არის კულტურაში ახალი ღირებულებების შეტანა, იმიტომ რომ კულტურა თუ ის არ არის ახალად შობილი და მას აქვს გარკვეული ისტორია თანაცხოვრების საზოგადოებას ზოგადად. იმას შემოშალებული აქვს ყველა ის ნორმა, როგორ დაიცვას, თქვათ, როგორ უნდა იყოს ოჯახის ინსტიტუტი, მამაშვილს ურთიერთობა, როგორი ნორმების ფარგლებში უნდა არსებობდეს, რა წესი არსებობს და როგორ უნდა ცხოვრობდნენ ადამიანები, ეს არსებობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცის უფლებები არ იზღუდება იქ და კონფლიქტები არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს არსებობს და ამ კონფლიქტების მოგვარებასაც კულტურა თვითონ აქვს ამის მექანიზმები, როგორ მოახერხოს. ამაზე მინდოდა აი კულტურამ თვითონ უნდა დაძლევს, ანუ ამაზე ვთანხმდებით, ხო? თავისთავად რაღაც პროგრესული გზებით კი შეიძლება იგივე სხვადასხვა ცოდნა მივახმაროთ, მაგრამ აი ჩვენ მაგალითზე რო გადმოვიდეთ და ავიღოთ აი 2012-13-დან დაწყებული ეს NGO-ების შემოსვლა, გააქტიურება უпростоრეთ იქამდე შემოსულები იყვნენ, მაგრამ გააქტიურდნენ. და ეს რამე იყო, ანუ თავად წარმოშობდნენ კონფლიქტს და შემდეგ ამ რეაქციას ეძახდნენ რუსულს. თითქოს იქიდან არის წამოსული, ანუ რუსეთიდან რო არ დაფინანსებული იყო მაგალითისთვის, ხო? ბჭყალებში თქვათ, ქართველ ადამიანს არ ექნებოდა პრეტენზია მაგალითად აი ამ გეი პროპაგანდაზე, LGBT პროპაგანდაზე, ანუ თითქოსში ყველგან არის და ყველა რუსული უწოდოთ. ხო, ანუ ეს ელაგდებოდა, ხო? ყველა ქვეყანაში იმას უწოდებენ, რაც არაპოპულარულია და ეს რუსული გახდა რაღაც ხო, ანუ საქართველოსთვის რომელსაც დაკიდებ და იქ აზრო აღარ შეიძლება მსჯელობა. როგორ შეიძლება ის რუსულია და გაუქმებ რა. ანუ იმ ხარეს, რომელ ხარესაც ხასწავლებ და ამბობ, რომ ის ზომბია. და მეორე მხარეს ვარ და ასევე მეორე მხარე იგივეს აკეთებს, მე არ ვამბობ, რომ ეს სამხრივია. და საზოგადოებაში ზოგადად გახლეჩვა. ეხლა ზუსტად ამას ვამბობდი, რომ როცა შეგაქვს ახალი ღირებულება, როგორი შეგაქვს, რა ფორმით შეგაქვს, მაგას აქვს მნიშვნელობა. შეიძლება თამდერულად მაინც შეძლო კულტურის შეცვლა და ტრანსფორმაცია მოახდინო ამის, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ამებმა არ გაამართლა. ამის ბევრი მაგალითი აქვს ამერიკას, ავღანეთის სახით, ერაყის, ახლო აღმოსავლეთის და არა მარტო ну კულტურის სიძველეს თუ აქ ამაზე რამე გაიმეგავლენ, ანუ რამდენად ფესვგადგმულია ის კულტურა იმ მიწაზე, ავღანეთი, ერაყი, ვახსენეთ, სირია მაგალითად, საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კულტურა. თუ შეგვიძლია ამაზე მსჯელობა. ზოგადად რაც უფრო ძველია კულტურა, მით უფრო მოსალოდნელია, რომ მეტი თავდაცვის მექანიზმი ქონდეს, თავდაცვითი მექანიზმი ქონდეს და უკონფლიქტოდ გადაიტანოს ეს. ჩვენ არ საზოგადოებაში კი დიდი ისტორია გვაქვს, მაგრამ ეგ გამოცდილება არ გვაქვს და ჩვენ კონფლიქტოდ ვერ გადავიტანთ. ანუ ჩვენში გააჩინა სოციალური ინჟინერიის მოქმედება, რომელსაც მე არ ვამბობ, რომ ბოროტი მიზნებით იყო, იდეოლოგიური მიზნები იყო, რომელიც ცდილობდა, თქვათ, თავისი ხედვით საზოგადოების უკეთესი მიმართულებით განვითარებას. ეს მიდგომა ზოგადად რომ არსებობს ერთი სწორი გზა, აი ზუსტად მაგაში ცდება უნივერსალიზმი, რელატივიზმს, რომ რელატივიზმი ამას ამბობს, რომ
ყველა კულტურას თავისი გზა აქვს. არსებობს რაღაც უნივერსალური მცირე, რაც შეიძლება შევთანხმდეთ, მაგრამ ძირითადი განვითარება ყველა კულტურას თავისი აქვს. და უნივერსალიზმი ამბობს, რომ არა, ერთი სწორი გზა არსებობს და ის მცირე გადახოვები კულტურებს შორის დაძლევადია. ანუ იმთავითვე უნივერსალიზმი, ისევე როგორც ლიბერალიზმი, არის იდეოლოგია, იდეოლოგია, ასე ვთქვათ, რომელიც ან ძალით, ან სოციალური ინჟინერით უნდა განახორციელდა. შემთხვევითი არ არის, რომ ესეთ ქვეყნებში, სადაც ლიბერალიზმი არ იყო ავთენტური კულტურისთვის, იძულებით ხდებოდა. ან რეპრესიული სისტემა იქმნებოდა, ну ჩვენს გვაქვს უნდა ყოფილიყო რაღაც ეტაპზე იძულებით შეტანა და მე ინერციულად უკვე უნდა იმოქმედოს სოციალურმა ინჟინერიამ. რაღაც კრიტიკული ზღვარი გადალახოს აგრესიულმა პოლიტიკამ და შემდეგ სოციალურმა ინჟინერიამ, რომ დაუშვათ ამ ხალხში შევიტანოთ სიკეთე. შეფასებებს უარყოფით შეფასებები არ ვაკეთოთ. ეს მაგალითად თანამედროვეობაზე ვთქვათ, ანუ მიშას რეჟიმი მტრევა დაჭერა და შემდეგ უკვე NGO-ებით გაგრძელება. ნუ შევაფასებთ ნეგატიურად, შევაფასოთ უბრალოდ დადებითი კუთხითაც რომ ვეცადოთ შეფასებას, როგორი არის ეს რო ავხსნათ. კონფლიქტის გამომწვევი არის და რეალურად რაღაც გარკვეული მაგალითები რო ავიღოთ, ინდივიდუალიზმის წინ წამოწევამ და ეს მიმართულებები ბევრი იყო კულტურაში და დღესაც არის ამ კულტურაში როგორც ბიოლოგიურ სხეულში შემოიტანა რაღაცა ისეთი ღირებულებები, რომელიც აქ არ არსებობდა. და ამან წარმოშო ძალიან ბევრი სოციალური კონფლიქტი. დემოგრაფიული კონფლიქტები, ოჯახების ნგრევა და ასე შემდეგ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ პრობლემა არ იყო. სანამ ის შემოვიდოდა, ის პრობლემა კი იყო, მაგრამ ამის აღმოფხვრის რა გზა არსებობს, რა კულტურა ქართველები უნდა დასხდნენ საკუთარი კულტურა უნდა გაიაზრონ და აქედან გამომდინარე აღმოფხრან ეს თუ უნივერსალურად ხისტად შემოიტანო ეს ნორმა, რომელიც შემდეგ სოციალური ინჟინერით რეალურად კატაკლიზმებს იწვევს კულტურაში. ურთიერთდაპირისპირებას აღვივებს. ეს არ არის შემთხვევით, ხა ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ანუ ვიღაც პოლიტიკოს ან მთავრობას მიაწერენ ხოლმე, რომ აღვივებენ კონფლიქტებს. რატომ ხდება ეს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ლიბერალიზმის უნივერსალიზება ხდება, გლობალისტური იდეოლოგიის იმპორტირება ხდება. რატომ ხდება ეს დაპირისპირება ყველგან და რას ემყარება თვითონ ის რაზე დგას ის ვისაც ეს შეაქვს. დგას რაღაც ვიწრო მერკანტილისტურ ჯგუფებზე, ასე ვთქვათ, ქმნის ეს თავად ქმნიან ეს ღირებულება ქმნის კულტურაში მერკანტილისტებს, რომლებიც პირადი სარგებელზე აგებენ რაღაცა გართობის და სამომხმარებლო საზოგადოების პრინციპებზე დაფუძნებით აგებენ რაღაცა სოფლხედვას და აქედან გამომდინარე შემდეგ უპირისპირდებიან არსებულ კულტურას და შემთხვევით არ არის, რომ მარტო ჩვენთან არა ბევრ ქვეყნებში მესამე სამყაროს ქვეყნებში სწორედ ეს კლასი უპირისპირდება ტრადიციულს. და ეს კლასი ხდება, შემდეგ ეს კატეგორია, საზოგადოების ეს კატეგორია ხდება ელიტა, ასე ვთქვათ, ამ საზოგადოების, რომ ეს ამის საშუალებით ხდება შემდეგ მართვა ამ კულტურის. ეს არის ერთ-ერთი დასაყრდენი ზოგადად კაპიტალისტური სისტემის, როგორც ასე ვთქვათ, საზღვაო ცივილიზაციის, იმიტომ რომ ზოგადად საზღვაო ცივილიზაციებს არ გააჩნიათ ეს კულტურული სიღრმეები, უფრო ზედაპირული ამას შეფასებას არ მივცემ, ცუდია, კარგია, ზედაპირული დადებითი მხარეც აქვს, ხო? როგორც თავიდან როგორც ინდივიდუალისტური, კი ბატონო, ინდივიდუალისტური ცვლილებებისადმი ღიაობა, ბევრი რაღაცა აქვს, შეუძლია იყოს ადაპტიური გარემოს მიმართ, იმიტომ რომ ზღვა მოითხოვს ამას. ზოგადად აი კულტურის გააზრებაში ჩემი აზრით გეოგრაფიას აქვს ხოლმე დიდი მნიშვნელობა. ჩვენი მაგალითით რო ავიღოთ პრიმიტიულ მაგალითს მოვიყვან. მაგალითად კულტურულ ფსიქოლოგიაში არსებობს ესეთი 4 მიმართულება იმის მიხედვით კულტურა როგორ მოიპოვებს საკვებს ყალიბდება შესაბამისი
საბამისი ტიპის კულტურა. მაგალითად, იყოფა რომ არის, ვთქვათ, ინდივიდუალისტურია, კოლექტივისტურია, მასკულინურია, ცვლილებების ეს დაყოფა არსებობს ეს. ცვლილებებისადმი უფრო მიმღებლურია თუ არა, ძალაუფლების დისტანცია როგორი აქვს და ასე შემდეგ. და გამოყოფენ ძირითადად შემგროვებელს, მეურნეებს, მონადირე მეთევზე კულტურებს და მეცხოველეობას. არ შეიძლება ამის სქემატურად განხილვა, რომ კულტურა ყოველთვის ერთ რაღაცას აკეთებს. იქ რა თქმა უნდა, თან კულტურა მაგალითად ზღვაში გადის და თევზ აობს ან ნადირობს, თან ამავე დროს შესაძლოა მეურნეობაც კონდეს, მაგრამ ზოგადად მიწათმოქმედი კულტურები უფრო მეტად არიან ფემინური კულტურები, იმიტომ რომ კერასთან არიან დაკავშირებული, რომ მიწას რომელსაც ვერ ტოვებს და ფემინური ანუ მატრიარქალური უფრო? კი, იმიტომ რომ ქალის როლი მაღალია იქ. და იმიტომ რომ ოჯახში უწევს კაცს საქმიანობა, ქალსაც და ქალის როლი ოჯახში მეტია და შესაბამისად ქალზე დამოკიდებულია უფრო კაცი. კაცი სამუშაო, როდესაც ისეთი საკვების ეკოლოგია ისეთი გვაქვს და საკვების და გადარჩენის ისეთი პირობები გვაქვს, სადაც კაცის საქმიანობაა დომინანტური, ფიზიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, მაგალითად მონადირე, ვთქვათ, მოცხოველეობა, ხო? იქ ქალი ფიზიკურად რახან არის დამოკიდებული, იქ უკვე ქალი არის მეორე პლანზე, ასე ვთქვათ, იქ წამყვანი არის მასკულინური ღირებულებები ზოგადად. და აი ჩვენ კულტურაში რო ავიღოთ, აი გეოგრაფიულად შეგვიძლია თქვათ, ავიღოთ დასავლეთ საქართველოში რა არის განვითარებული, ავიდეთ მთაში რა არის განვითარებული და ძალიან მარტივად დავიჭერთ რატო არის მაგალითად ამ პრინციპს დავაკავშირებთ. რატო არის მთაში მაგალითად მასკულინური და კოლექტივისტური? ორივე ნიშანი აქვს, იმიტომ რომ ერთის მხრივ და ორივე გეოგრაფია ორი ერთმანეთთან დაუკავშირეთ, რომ არ ვთქვათ, რომ გავლენა აქვს ერთ კულტურას მეორეზე, ამის მაგალითად ვიტყვი. მაგალითად სვანეთს ყოველთვის უფრო მეტი კავშირი ჰქონდა სამეგრელოსთან, ვიდრე სვანეთს ვთქვათ აღმოსავლეთიანთან, ხო? მაგრამ კილოსკი ტრადიციები, წესჩვეულებები ძალიან მსგავსი ერთმანეთთან. ამ დროს მიმოსვლა არ ქონიათ, ხო? იმიტომ რომ იმ გეოგრაფიულმა გარემომ და გადარჩენის პირობებმა ჩამოაყალიბა ინდივიდების ხასიათი და კულტურა, რომელმა კულტურამაც შემდეგ თავად ინდივიდებზე მოახდინა ეს ურთიერთმოქმედი მომენტია და უფრო მეტი საერთო აქვთ მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს არ ხვდებიან, ხო? იმიტომ რომ ეს ერთი გეოგრაფიული გარემოება და მეორე ანუ ეკოლოგია გულისხმობს იმას, რომ ისინი რომლებიც სადაც კაცის როლი მაღალი იყო, ნუ ბუნებრივია იქ ქალი იჩაგრებოდა. სა მაინტერესებს, ანუ ჩვენ ვსაუბრეთ ახლა ნაციონალიზმზე, მაგრამ არ შეიძლება არ განვასხვაოთ მცირე და დიდი ერების ნაციონალიზმი, ხო? მაგალითად ჩვენ ვახსენეთ გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი. ხო? და გერმანული ნაციონალ-სოციალიზმის მარცხი, იმიტომ რომ ის იყო, ასე ვთქვათ, აგრესიული, რა თქმა უნდა, აგრესიული იქნება, როცა ხო, იდეოლოგია იყო. ლოკალური იყო, მაგრამ ანუ თან მისი აგრესია გამოიხატა, იმიტომ რომ ეს იყო განვითარებული სახელმწიფო. განვითარებული სახელმწიფო, მაღალი შრომის და ბრძოლის კულტურით ისტორიულად, რომელსაც ჭირდებოდა ექსპანსია ახალი რესურსებისთვის, ხო? თვლიდა რომ სიტყვაზე პოლონეთი მისი უნდა ყოფილიყო, ან უნგრეთი, ნუ მას დამატებული რომ მისი იდეოლოგიური მტერი იყო საბჭოთა კავშირი, კომუნისტური საბჭოთა კავშირი და ნუ იქით დაიძრა. თუმცა ჩვენ გვაქვს ასევე მცირე ერების ნაციონალისტური გამოვლინებები, რომლებიც თავისთავად აგრესიულები ვერ ხდებიან. ანუ მაგალითად კუბა იდეაში ნაციონალისტური რევოლუციით დაიწყო, რომელიც გადაიზარდა მერე სოციალისტურში, ხო? იგივე უამრავი ნაციონალისტური იდეით გამსჭვალული მაგალითისთვის ვენესუელაც შეგვიძლია ვთქვათ, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ბოლივიური რევოლუცია ვარ ჩვენ, ანუ კაკაური რევოლუცია ვართ, ხო? მაგრამ არის ერთი ძალიან საინტერესო ტიპაჟი, ეს არის ჩინეთი. ჩინეთი თავისი არსით დიდი სახელმწიფოც არის, აქვს კიდეც მილიტარისტული რაღაც ისტორია, თუმცა არა ექსპანსიური, მაგრამ შიდა ომების გამო და ამას დამატებული ასევე ნაციონალისტურად დაიწყო თავიდან, რომელიც შემდეგ უკვე შიდა სამოქალაქო ომში დამარცხდა კომუნისტურ წითელ არმიასთან, ხო, მაოს და ამ ხალხის არმიასთან. ანუ ჩინეთის მაგალითი რამდენად შეგვიძლია რომ მოვარგოთ, აი რა არის ზოგადად ჩინეთის ფენომენი. იმიტომ რომ ეს არის
არა მშვიდობის მოყვარე, მაგრამ არა ექსპანსიური, არა იმპერიალისტური ერი, ხო? თუნდაც მხოლოდ ის ადგილს რო კედელი თვითონ აისჩენეს კედელი რო არავინ დასხმოდა თავს და თვითონაც არ გადიოდნენ, ხო, იდეაში. ანუ ჩინეთის მაგალითი როგორ შეგვიძლია აუხსნათ, ანუ არ არის ეს პატარა ერი, მაგრამ არ არის იმპერიალისტური ერი. ნაციონალისტურად დაიწყეს და ეხლაც რაღაც დოზით აქვს ნაციონალიზმი ჩინეთს, ნამდვილად აქვს, შეგვიძლია ვთქვათ. მაგრამ თან კომუნისტური პარტია მართავს. აი ჩინეთის მაგალითი იქნება, მეგონი ძალიან საინტერესო, რო განვიხილოთ. ზოგადად ჩინეთი იქნება, რუსეთი იქნება, ამერიკა თუ ნებისმიერი ეს ვისაუბრეთ კიდეც ამაზე. რატომ დამარცხდა ნაციონალ-სოციალიზმი ფიზიკურ ნაწილს რო შევეცვლათ, იდეოლოგიურად რატო არ იყო გამართული. მორალურ ნაწილსაც მოგვანვიხილავთ, რატო არ იყო არახუმანური. იყო ამაზე არ მაქვს საუბარი. გამარცხდა, იმიტომ რომ იყო ლოკალური. არ შეიძლება იმპერია აგებული იყოს ისეთ პრინციპებზე, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის რაღაც მცირე ნაწილს ერთი ერის ბატონობაზე. ხო, ან ერთი ერის, ან ამ რაღაცა ჯგუფში ყველას ვერ შეებრძოლები. ყველაზე ვერ გაიმარჯვებ. უნდა გააერთიანო ხალხი, რომლითაც რაღაც ძალას მოიპოვებ და ნაციონალური ნიშნით ხდებოდა გაერთიანება და მიუხედავად იმისა, რომ პროგრესული იდეა იყო, პროგრესული იდეოლოგია იყო და სამივე პროგრესული იდეოლოგია პერსპექტივა არ ქონდა. შესაბამისად, იგივე რო ავიღოთ რუსეთზე, ამაზე მინდა რომ პირველ რიგში, ანუ პროგრესული იდეოლოგიაში რას გულისხმობთ? ანუ ამ შემთხვევაში წმინდად რეაქციულად ვთვლი მე. კი ბატონო, მაგრამ ეს ხო არ გამორიცხავს პროგრესს, ანუ იყო ახალი იდეა იყო, რომელიც დაიბადა რომელიც დაიბადა იმის გააზრებით, რომ თურმე მეფე არ არის უზენაესი. და რაღაცა სხვა არსებობს და ხალხებიდან ხალხის კულტურების გააზრება მოხდა და ვიღაცამ ჩათვალა რომ უპირატესი არის ეს. ამ კუთხით ვამბობ. პროგრესი, მაგრამ არ იყო უნივერსალური. იყო აი რაღაც ვიწრო კულტურული ხედვა იყო. ამიტომ დამარცხდა და ერთ-ერთ მიზეზს ვამბობ და ასევე არის ასევე მოვიდოდა ყველა იმ კულტურას, რომელიც ნაციონალიზმ დიდ კულტურებზე მაქვს საუბარი, იგივე ჩინეთი, რუსეთი თუ ისინი წინა პლანზე დაანებენ ნაციონალიზმს, თავის ნაციონალიზმს და იტყვიან, რომ აი ჩვენ ვართ უპირატესი. იქ უკვე მათი გავლენები შემცირდება, იმიტომ რომ მისი გავლენის სივრცეში არსებობენ კულტურები, რომლებსაც გამორკვევის სურვილი აქვთ და გამორკვეული აქვთ თავით და თვითდამკვიდრება სურთ და მისი ღირებულებები უნდა გაითვალისწინო. ამას ახერხებდა როგორც საბჭოთა კავშირი, ასევე ახერხებდა ლიბერალიზმი. ეს მაინტერესებს სხვადასხვა, აი საბჭოთა კავშირის გიხსენეთ, მაგრამ მოდი ჩინეთის საკითხო დაუბრუნდეთ. ჩინეთი არის მრავალეთნიკური სახელმწიფო იდეაში. კი ჩვენ ვეძახით ჩინეთს, ხო, მაგრამ ჯერ მარტო ენა რამდენია, ენას ერთ-ერთი მთავარი ნიშნული ეთნოსის, ხო, რაღაც კონკრეტულის. მრავალეთნიკური სახელმწიფოა. ასევე ყავს აგერ თურქეთი, ხო, ერთმანეთთან რადიკალურად განსხვავებულია. აი როგორ შეძლო აი ამის დაძლევა თურქეთმა, კი ჩინეთზე შეიძლება ვთქვათ, როგორც საბჭოთა კავშირმა მისცა თვითგამოკვევის უფლება, საერთო სივრცე, რაღაცა ამბავი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეიყვანა ყველა. მაგრამ თურქეთი, თავად თურქები რო ვთქვა, თავად თურქები საკუთარ სახელმწიფოს ფაშისტურად ახასიათებენ. ხო? ნუ ფაშისტურს ეძახიან საკუთარ სახელმწიფოს კავშირიც ისე იყო. ბევრისგან ვიცი, ხო და აი თურქეთი ძლევს ან თუ როგორ ძლევს, ჯერჯერობით დაძლეული აქვს ფაქტობრივად ეს შიდა დაპირისპირებები, ხო? მე მგონი უფრო იმიტომ მოხდა რომ ცივი ომის გავლენა მგონია. ხარდაჭერა ქონდა ბანაკიდან, რომელი ბანაკისაც სჭირდებოდა თურქეთი და ქონდა მაგისი ზურგი და მხარდაჭერა, რომ საკუთარი ძალაუფლება განეხორციელებინა. უფრო ესე ვხედავ, შეიძლება ვცდები და დეტალებში ვერ ვერკვევი, შიდა დეტალებში თურქეთის, მაგრამ მომავალში არ არის გამორიცხული, რომ გამოიწვიოს თუ იმ შემთხვევაში თუ აღარ იქნება ისინი ბლოკის ნაწილი მარტივად მოხდება სხვა უმცირესობების წამოწევა
იქ ეთნიკური ჯგუფების, რომლებიც შეუქმნიან პრობლემებს. აი იგივე ჩინეთზე საუბრობდით. ჩინეთიც ალბათ ამას ახერხებს, რომ არ იყოს რადიკალური ნაციონალიზმის კუთხით ვამბობ. ეს პრობლემა შეექმნება იქიდან გამომდინარე, რომ ისეთ სივრცეს იკავებს, რომელიც ფიზიკურად დიდი არის და არ არის ეს იაპონია იზოლირებული სისტემა, სადაც შეუძლია რომ იყოს ფაშისტური ან ხისტად ნაციონალისტური და დაიცვას საკუთარი ღირებულება, იმიტომ რომ იქ ფიზიკურად არ არსებობს სხვა ხალხები და აქ პრობლემა შეექმნება. ეს ხარ რამდენად ჩინეთის კითხე რამდენად რატო არის წარმატებული ამ კუთხით? ხო, ანუ ჩინეთმა შეგვიძლია ვთქვა დაძლია. ანუ დაძლია რა ჩინეთს აქ კონკრეტულ ერთი შეგვიძლია გავუსვათ იუგურების მაგალითი აქ ჩინეთს, რომელიც თვით გამორკვევას ცდილობს და რა თქმა უნდა ამას ცდილობს დასავლეთი რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოს, თუმცა ისე არ არის, ეცუდათ არ არის საქმე როგორც გვეუბნებიან, იმიტომ რომ შეგვიძლია ამის გამორკვევაც არის არსებობს მასალა და თურქეთს ყავს ამ შემთხვევაში მე რაც მახსენდება მხოლოდ ქურთები. ქურთების მაგალითი, რომელიც ცდილობს რაღაც თავისი ეთნიკური სახელმწიფო შექმნან. ანუ ორივე ასე თუ ისე შეუძლია რომ დაძლიოს აი ეს ნაციონალური დაპირისპირებები ერთმანეთს, ანუ შიდა ნაციონალური დაპირისპირებები. რა გზით ძლევს ერთი, რა გზით ძლევს ერთი და რა გზით ძლევს მეორე. ამას ვკითხულობთ. პრინციპში თურქეთი მე როგორც ხედავ უფრო აგრესიული ძალით ცდილობს ამის დაძლევას და არა რაღაცა სხვა სოციალური მეთოდით. კი ბატონო, ანუ მაგრამ თურქეთში ანუ მაინც ამას ვამბობ, დაძლევისკენ მაინც მიყავს საქმე თითქოს, იმიტომ რომ უფრო და უფრო მეტი ქურთი თურქდება, ისევე როგორც თავის დროზე გათურქდა ხორვატიელი, გათურქდა პრიბალტიკელი, ქვემოთ მაკედონიელები და ასე შემდეგ, ბულგარელები, უამრავი ხალხი ცხოვრობს ხო თურქეთში ხა ეთნიკურად. და იგივე ხა სტამბულში მაგალითად უამრავი ქურთი არის, რომელიც თავს უკვე თურქად აღიქვამს. ჩვეულებრივად, ანუ დაძლევისკენ ეს ყველაფერი მაინც მიყავს, ასე თუ ისე. იგივე ჩინეთს მაინც მიყავს დაძლევისკენ. მაგრამ ჩინეთის მეთოდი ამ შემთხვევაში არის, როგორ ვთქვათ, გაკომუნისტება. არა გაჩინელება, არამედ საკითხთან აკავშირებ, რომ რახან აქვს კომუნისტური პარტია და სოციალისტურ თანასწორობის პრინციპი არის, იქ კონფლიქტი ნაკლებად არის. ამით ახდენს მათ ადაპტაციას. ანუ თვითონ ესე აკეთებს, ანუ მაგას ვამბობ, ანუ თუ ნახავთ რას აკეთებს იგურებში, მას აქვს სკოლები, სადაც შეაქვს კომუნისტური იდეები. ანუ აკომუნისტებს და არეუბნება, რომ შენ იგური აღარ ხარ, შენ უბრალოდ ხარ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე. და უნდა იცხოვრო ამ წესებით. აი თურქეთს მიდგომა აქვს, რომ შენ ხარ თურქი. ყველასთან ეს მიდგომა აქვს, ხო? ანუ ყველა თურქი, ან თურქეთში ვინც ცხოვრობს, ყველა არის თურქი, იგი ქართველიც, ლაზიც, ჩეხიც, ყველა არის თურქი. ანუ აი ამ ორ მეთოდს შორის დაპირისპირებაზე მინდა რომ ვისაუბროთ, ანუ ჩემი აზრით თურქეთი შეიძლება განვიხილოთ როგორც რეგიონალური სახელმწიფო. რეგიონალური ზესახელმწიფო ალბათ არც ერთქმის. რეგიონალური ზესახელმწიფო ვერ იქნება, ნუ ატომური რაღაც არ აქვს. მაგრამ ჩინეთი ზესახელმწიფოა. ანუ ჩინეთს იდეურადაც უფრო თურქეთს მაგალითად თურქეთის იდეოლოგია არ აქვს. ასე ვთქვათ, არ გულისხმობს ის ნაციონალური იდეოლოგია. გულისხმობს ეს არც ლიბერალიზმი არ არის მისი ავთენტური იდეოლოგია და არც სოციალიზმი. ჩინეთს აქვს მაგალითად გარდა იდეოლოგიისა, ეკონომიკური გავლენა აქვს და ზესახელმწიფო. დაძლევის კუთხით საბოლოო ჯამში გავლენას ალბათ ძალაინძლევა, როცა ადამიანები ემორჩილებიან ერთიდან გადადიან მეორეში და ეს შიდა იმას არ ვიცნობ თურქეთის უბრალოდ რა მეთოდებით ახდენს, რამე ვთქვა. და გვინდა რომ
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შევეხოთ. ჩვენ ნახეთ რა საკეთებს ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპი და არ მინდოდა რომ ამის გარეშე დაგვესრულებინა ჩვენი გადაცემა. თითქოს ყველა ელოდებოდა რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ ბოლო მომენტამდე არ უნდათ დაჯერება და ცდილობენ ახლა სხვანაირად. ანუ რას უყურებთ შენი გადმოსახედიდან ამერიკაში? ანუ ის რომ მაგათ 90 დღით აჩერებს ყველანაირ დაფინანსებას ეს შეგვიძლია ვთქვათ რომ კარგია თუ შეიძლება ვთქვათ რომ ცუდია. იქნება სულ არ შედის მის ინტერესში მაგალითად გადატრიალების არ მოწყობა მაგალითისთვის. ანუ რამდენად დამთმობია შეერთებული შტატები ამ რეგიონის, მოდი ესე ვთქვათ. ჩემი აზრით პირველ რიგში ეს დახმარების შემცირება ნიშნავს რომ რეალ პოლიტიკა დაბრუნდა და რას ნიშნავს რომ ეს იდეოლოგიური ლიბერალიზმის ექსპანსია grand strategy რასაც ქვია დიდი სტრატეგია რომ აი გლობალიზმი თქვათ როგორც იყო კომუნიზმის გავრცელება ეს ამაზე უარი თქვა ეს ამერიკა ცოტა ისეთი საზღვაო ცივილიზაციაა მაგაზე ორი აზრი არ არსებობს მაგრამ თავის თავში შეიცავს სახმელეთო ცივილიზაციის ელემენტებსაც და რატო? იმიტომ რომ ამერიკა პირველი ეტაპი ამერიკამ თავის ისტორიაში გაიარა ხმელეთზე, ის იყო კოლონია, რომელმაც შიდა ომებში და შიდა დაპირისპირებებში როგორც სახელმწიფო ჩამოყალიბდა ჯერ და შემდეგ დაიწყო ზღვაში გამოსვლა. ანუ ის ელემენტი იზოლაციონიზმი, რასაც ქვია, ეს ელემენტი თვითონ თავის ბუნებაში აქვს. რაც ხება ტრამპს, როდესაც ამბობენ, რომ აი იზოლაციონისტია, აი საერთოდ შეიძლება თუ განვიხილავთ ამერიკის გეოსტრატეგიებს და აი ჩამოვთვლი რა გეოსტრატეგიები არის. ერთი არის იზოლაციონიზმი და ნეოიზოლაციონიზმი. პრინციპული განსხვავება დიდი არ არის ერთის რომ მაშინ იზოლაციონიზმი ძველია და ნეოიზოლაციონიზმი თქვათ ატომი გაქვს და ატომით იცავ თავს ორი ოკეანე გიცავს დისტანცია გაქვს და მონროს დოქტრინა გაქვს რომ ჩემს სამეზობლოში უცხო ქვეყნის გავლენა სხვა ჰემისფეროს არ აქვს მნიშვნელობა ევროპა რუსეთია თუ ჩინეთია არ იქნება ეს არის იზოლაციონისტური მეორე სტრატეგია არის სანაპირო ზოლის კონტროლი და ამერიკას აქვს როგორი მიდგომა ეს ისევ მეჰენიდან მოდის რომ არ შეიძლება ზღვა განიხილო როგორც საზღვარი თუ შენ ზღვაში არ გახვალ შენ ზღვიდან უნდა ელოდე საფრთხეს ამიტომ ის უნდა გავიდეს ზღვაში და კლასიკური მაკინდერის თეორია რაც იყო რომ უნდა შებოჭო ჰარტლენდი იგივე ვთქვათ ეს რკალი ცეცხლოვანი რკალი იმიტომ კი არ უნდა გააკეთო რომ თავდასხმი ეს თავდაცვითი სტრატეგია ამერიკის ხედვიდან ეს არ არის თავდასხმითი სტრატეგია გახარ ზღვაში თავის ჰეგემონიას იცავს კი ზღვას შენ იმიტომ იცავ და აკონტროლებს სრუტეებს და ასე შემდეგ რომ შენთან არ მოხდეს ის რასაც შემდეგ თქვათ შემდეგ სტრატეგიაში შენ უკეთებს სხვას აი შემდეგი სტრატეგია უკვე სანაპირო ზოლის კონტროლი ეს მეორე სტრატეგია რაც კი მოიცავს მონროს დოქტრინასაც თავისთავად შემდეგი სტრატეგია არის უკვე ჩართულობა ქვეყნებს შორის ანუ სანაპიროზე შედის მაგალითად კორეა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ევროპა აღმოსავლეთ უბრალოდ ევროპის ქვეყნების შერჩევითი კონტროლი ჩართულობა მის პოლიტიკაში ჩარევა. იმიტომ რომ სამი ძირითადი გავლენის სფერო არის რაც უნდა მოახერხოს იმისათვის რომ სოფლიო კონძული ვერ მოხდეს არ იყოს სოფლიო არ გახდეს სოფლიო ბატონი. დასავლეთ ევროპა ახლო აღმოსავლეთი იმიტომ რომ სრუტი არის ნავთობი ენერგორესურსები და იაპონია ფილიპინები და შემდეგ ანუ ტაივანი და რკალი რომელთაც ბოჭავს სოფლიო კონძულს ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში მესამე სტრატეგიის შემთხვევაში აკეთებს შერჩეულ ჩართულობას თუ საჭირო გახდა შედის ნებისმიერი ძალით რევოლუციის მოწყობა იქნება სამხედრო ჩართულობა ამას უკვე პოლიტიკურად როგორ გააფორმებს ეს სხვა თემა. ცივი ომის დასრულების შემდეგ ცივი ომის დროსაც ეს ომი მიდიოდა რეალურად ვიეტნამი და მთელი ეს ომები რაც იქ იყო მაგასთან დაკავშირებული ომები რა კი გაიმარჯვა ამერიკამ ცივ ომში შემდეგ გადავიდა უკვე გლობალურად საკუთარი იდეოლოგიის გავრცელებაზე და წეღარაც ვიცაუბრეთ სოციალური ინჟინერია და ასე შემდეგ
თვითონ ამერიკული ხედვა, ტრადიციული ამერიკული ხედვა არსებობს ესეთი, რომ თუ ჩვენ ამ იდეოლოგიას ვეშევეცდებით გავხადოთ უნივერსალური, აქ დავკარგავთ ამას. და აქ მივიღებთ ქაოსს და ესეც მოხდა, ხო, ბოლო რამდენიმე წელი არის ეს ტრამპის ზოგადად ტრამპიზმის გაჩენა, როგორც ასეთი, ჩემი აზრით უკავშირდება ზუსტად იმას, რომ ამერიკას თვითონვე შიდა კულტურული რეაქცია ჰქონდა იმაზე, რომ თავის გადარჩენის სტრატეგიას დაუბრუნდნენ. ანუ იზოლაციონიზმს კი არ უბრუნდება. ეს ტრამპი არ არის იზოლაციონისტი. ტრამპი არის სანაპირო ზოლის კონტროლი, რასაც ქვია, ანუ იდეოლოგიას არ აღიარებს რეალ პოლიტიკას, იყენებს იგივე სტრატეგიას სანაპირო ზოლის კონტროლის სადაც დგება, მაგრამ შემოაქვს ელემენტები უფრო აქტიურობს მონროს დოქტრინა. მონროს დოქტრინა ადრეც აქტუალური იყო და ეხლაც, მაგრამ უფრო აძლიერებს. ეს ცოტა ისე თენაზე რო ვთქვა, ის გავს, როცა ჭადრაკს თამაშობ და გაქვს ან ღია თამაში გაქვს და თუ ღია თამაში უკვე სულები აღარ დაგრჩა, აკეთებ დაცვას როგს და შიდა რესურსებზე ახდენ კონცენტრირებას ტაქტიკური განახევა. ტაქტიკური განახევა მარცხი არ არის. ან მაგას ვამბობ, ტაქტიკური განახევა, რომ მოხდეს კონცენტრირება რესურსების და შემდეგ ახრიდან გადასვლა კი, რა თქმა უნდა, სტრატეგიას შეცვლის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკა დამთავრდა და ამერიკის ჰეგემონია მომავალში არ იქნება. არავინ არ იცის რა იქნება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ 4 სტრატეგიიდან ყოველთვის შეეძლო манипулირება. აი მაგალითად ცივი ომის დროსაც, როცა კენანის გეგმა იყო შემაკავებელი საბჭოთა კავშირის, კენანის შემდეგ უკვე დაიწყო პირიქით შეტევითი, რომ იქ აღმოსავლეთ ევროპაში ცდილობდნენ, რომ როცა იწყება უკვე ეს რადიო თავისუფლების მუშაობა და იდეოლოგიური ექსპანსია, ანუ უკვე რბილი ძალით იწყებდა შესვლას, იმიტომ რომ კენანის მოწინააღმდეგე კენანი რომელიც ფიქრობდა რომ იზოლაციონისტი არც ის არ იყო შეუნა შეგვეკავებინა მაგრამ არა ექსპანსია ანუ იგივე ნატოს გაფართოების წინააღმდეგიც იყო აი ეს იმიტომ რომ როგორც კი შეტევას ახდენ ამითო ანუ რეალურად ამერიკის საბოლოო ჯამში ჩვენი რეპუტაცია და ჩვენი სტრატეგიული ინტერესები ილახებოდა. ხო, აი ამის კითხვა მინდოდა, ანუ ამერიკის ძალიან მნიშვნელობა აქვს, ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ის ყოველთვის ჩანდეს როგორც კეთილი ძალა. კი, ანუ ტრამპისთვის მნიშვნელობა ამას უკვე აღარ აქვს როგორც ასე გრენლანდიაზე თუ გავიგებთ. ხო? რა თქმა უნდა, რეალ პოლიტიკა რა, ანუ ძალას აღიარებს, ისე უღიარებს გავლენის სფერო თუ არა რა თქმა უნდა ეს სრული ემით, მაგრამ ნაწილობრივ ვამბობ უკრაინას და ისე ჩემი აზრით ისე შეეცდება გაყინოს, რომ მომავალში შემდეგმა სტრატეგიამ, რომელიც დაბრუნდება, შეტევა ისევ შეძლოს. მაგრამ მე რამდენადაც ვეცნობი და უსმენ ხოლმე ამერიკელ პოლიტოლოგებს, უბრალოდ სავაჭრო ბევრი არაფერი არ აქვს. უფრო ჩენს თავს ესე ვიდრე აქვს, იმიტომ რომ სახის შენარჩუნება ავტორიტარული მმართველობისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. იქ არის იდეოლოგიური აპარატი მის ქვეშ და მაგალითად რუსეთისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ დასავლეთში დიდი მნიშვნელობა აქვს სახის შენარჩუნებას, იმიტომ რომ დემოკრატიული საზოგადოებაა და აი მაგალითად რა ვიღოთ კარიბის კრიზისის დროს ხო ორივემ დათმო ორივემ გაიტანა რაკეტები იმ საბჭოთა კავშირმა კუბადან და თურქეთიდან ამერიკამ, მაგრამ გაჟღერდა რომ საბჭოთა კავშირმა გაიტანა ის რო შეთანხმებაში იყო ის მერე მოხდა. ანუ არ ითქვა ესე რომ ჩვენც დავიხიეთ უკან. ამიტომ სახის შენარჩუნება ტრამპისთვის არის მნიშვნელოვანი. ის რომ ესეთ განცხადებებს აკეთებს ბევრი თulis რომ ეს არის ცოტა პანიკური განცხადებები და ამის სისუსტეთ კი და ბევრი ამბობს ამას. მე ვამბობ ამერიკელები თვითონ რას ამბობენ, რომ ამას უთვლიან სისუსტეთ, რომელსაც რუსები ხედავენ. და საერთოდ არ ჩქარობენ რუსები და თუნდაც ის ახლა რომ გავიხსენოთ კარლსონის ვიზიტი მე თავიდანვე როცა ჩავიდა მენიშნა რომ და დიალოგს რო უსმინე ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი ჩემი აზრით საიდანაც უნდა დაწყებულიყო დიალოგი. იქ კრიტიკა არ ყოფილა პუტინის, იქ იყო რომ უი მე არ ვიცოდი
გაკვირვება იყოს, გონიერი რაციონალური კაცის გაკვირვება, რომელშიც იკითხებოდა წინასწარი ურთიერთგაგების წინაპირობა იკითხებოდა ორივე მხრიდან. მეორე მხრივ პუტინის მხრიდანაც იგივე იყო, რომ აი თქვენ მთავრობასთან ჩემი აზრით ლაპარაკა ამჟამინდელ მთავრობასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს და შემდეგი მინიშნება იყო, რომ თუ ტრამპს აირჩევთ, სამყარო დაალაგდება, ასე ვთქვათ. ანუ ერთმანეთის გავლენები აღიარეს, ასე ვთქვათ. ის რომ ამერიკა ცდილობს და თითქმის ყველა გამოსვლაში ეს ჟურნალისტებიც მუდმივად ცდილობენ, რომ ტრამპს აი აბა უკრაინა რეალურად ტრამპისთვის არის წამგებიანი მოლაპარაკების თამაში. არ ჭირდება, ურჩევნია რომ ეს გადააბაროს, ვთქვათ, ევროპას და იმანაგოს მის მოლაპარაკებებზეც პასუხი, მაგრამ სირთულე აქ ის არის, რომ თვითონ ევროპას ამ ეტაპზე აღმოჩნდა ესე, რომ ამ ეტაპზე ევროპას არ აქვს ინტერესი, რომ კონფლიქტი შეწყდეს. ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ თავის თავზე ვერ აიღებს გამოჩნდა რა, ის კი არა, რომ უნიპოლარული სამყარო რო არ არსებობს და მულტიპოლარული გახდა. ამასთან ერთად შემოვიდა ის, რომ დასავლეთის ბლოკს საერთო ღირებულებები აღარ აქვს. რაღაცა განსხვავებული ინტერესები წამოვიდა. მაგალითად, ბრიტანეთს სხვა ინტერესი აქვს, ხედავს პერსპექტივას, რომ შეიძლება კვლავ დაიბრუნოს ევროპაზე ის დომინაციის ისტორიული გავლენა და იმპერიული ამბიციები კვლავ აქვს. ასევე თქვათ მას კი ცდილობს, რომ AfD-ის კუთხით გერმანული ნაციონალისტური ჯგუფები წამოწიოს, რომლებიც უპირისპირდებიან გერმანულ ასე ვთქვათ establishments რატო ვამბობ, რომ ისინი არიან წარმოადგენენ ლიბერალიზმს. გერმანია არ არის კულტურულად არ არის ლიბერალური. არასდროს არ ყოფილა ეს მოხდა ცივი ომის შემდეგ დამარცხების გამო მოხდა, თორე გერმანია როგორც ასეთი არის შედარებით ცენტრალიზებული მმართველობა, კოლექტივისტური კულტურა და ინტერესი კონტინენტური ვაჭრობა რუსეთთან. ეს არის გერმანიის ბუნებრივი სახელმწიფო ინტერესი. და ამ ჯგუფის წამოწევით ბევრი საუბრობს იმაზე, რომ სწორედ იმას ცდილობს, რომ ამ გერმანულ ლიბერალურ ნაწილს აშინებს იმით, რომ ეს გახდება ევროპის და ამ პარტიას რა აქვს გაცხადებული, რომ უნდა გამოვიდეს ევროკავშირიდან, გამოვიდეს პრორუსული პარტია და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს ეშინიათ რატო? იმიტომ რომ ევროპაში ისევ თუ ვინმე დომინანტი გახდება და წამყვანი ევროპის, ისევ გერმანია იქნება და იმ მცირე ქვეყნებს, რომლებიც დაქვემდებარებული არიან, რომლებიც შესულები არიან ევროკავშირში, არ უნდათ რომ გერმანიის გავლენის ქვეშ მოყვნენ. ურჩევნიათ რომ ამერიკის გავლენის ქვეშ იყვნენ, რომელიც პასუხს აგებს მათ უსაფრთხოებაზე, აგებდა ყოველ შემთხვევაში. და ტრამპი სწორედ მაგას ცდილობს, რომ ამით აშინებს მთელ ევროპას, რომ ან აიღებთ პასუხისმგებლობას თქვენ თავზე, ხარჯებს და ასე შემდეგ და უკრაინის თავდაცვა და ასე შემდეგ მთლიანად ევროპის, იმიტომ რომ ამ სტრატეგიაში რა ვთქვი, ამერიკის უკანა წინა სტრატეგიაზე როცა გადადის, შერჩევითი ჩართულობა ნიშნავს, რომ შერჩევით ერევა და ამ შემთხვევაში აღარ ნაკლებ ჩარევას გულისხმობს სანაპირო კონტროლი. დასავლეთ ევროპის პაზე დასავლეთ ევროპა ნატოში საკმარისი ამ ეტაპზე ტრამპისთვის. და მე არ მგონია, რომ არ ბევრი საუბრობს, რომ შეიძლება ნატოდან გავიდეს და შემდეგ. არ მგონია, რომ ნატოდან გავიდეს, იმიტომ რომ ნატო თვითონ ისეთი იდეა ამით აშანტაჟებს, რა თქმა უნდა, როგორც კი, მაგის თქმა უნდა, რომ შანტაჟია, რომ გააკეთონ ის, რასაც არ აკეთებენ. და ანუ კიდე ორი რაღაც ხდება ახლა სერბეთში და სლოვაკეთში არის მთელი ამბები, ხო? ანუ სერბეთი ძალიან საინტერესო მაგალითია, იმიტომ პირველ რიგში, რომ ევროკავშირი და ნუ რა თქმა უნდა შეერთებული შტატებიც სერბეთს თხოვს კოსოვოს აღიარებას სანაცვლოდ მოლაპარაკების დაწყებისა ევროკავშირის წევრობის. ამიტომ სერბეთის აქციები ცოტა რაღაცნაირი ესეთი ახლა ძალიან ბევრი ხალხია გამოსული ბოლოს თუ ნახეთ. რაღაც შევნიშნე, მაგრამ არ ჩავძლებია. და სხვათა შორის ეს დაიწყო რაღაცა, ნუ არ არის რა თქმა უნდა ტრაგედია ის, რომ ჩამოიშალა ახალი, ჩამოინგრა ახალი აშენებული რკინიგზის სადგური, ჩაიყოლა ხალხი, ეს ხალხი დაიხოცა და იმის მერე არის აქციები და იზრდება. თუმცა რამდენად პროევროპული აქციებია
ნუ ერთია რომ კი ბატონო კორუფციის წინააღმდეგ და ასე შემდეგ, ამის გაგება შეუძლებელია, იმიტომ თვითონ სერბეთში დამოკიდებულება კოსოვოს მიმართ, ნუ რა თქმა უნდა ყველა ხვდება ამ დამოკიდებულებას და პროევროპულობა სერბეთში ნიშნავს, რომ მაშინ კოსოვო უნდა გაუშვათ. მაგრამ ანუ სამწუხაროდ ჩვენთან ჯერჯერობით არ დამდგარა ეს საკითხი, რომ ანუ ჩვენ რო ამებს ნატოში რო გვინდა შესვლა, ნიშნავს, რომ ვიღაცები უნდა გაუშვათ. ხო? ჩვენთან ესე არ დამდგარა. აი სლოვაკეთის მაგალითი ბევრად უფრო სხვანაირია. სლოვაკეთი როგორც ვიცით თურქეთ უკრაინასთან ძალიან დაეძაბა ურთიერთობა. სლოვაკეთს შემდეგ კი ბატონო, შემდეგ ჩავიდა პუტინთან, იქ მთელი ამ ფაქტორი თავის თავზე ბევრი რამე აიღო, მოდი ესე ვთქვათ, ფიცომ. ხო? და ნუ ჩამოbrunდა იმის მერე არის აქციები, ანუ აი ამ ორ ქვეყანაში ჩვენ ვახსენეთ ახლა დასავლეთ ევროპას და შერჩევითი ჩარევები ამერიკიდან. რამდენად შეიძლება დავინახოთ სლოვაკეთში დიდი ალბათობით ამერიკის ხელი შეგვიძლია დავინახოთ. მაგრამ აი სერბეთში რამდენად შეიძლება რომ დავინახოთ ამას ვკითხულობ. იმიტომ რომ ძალიან შეიძლება ინერციული არის ხო აი მოდი ჩვენ მაგალითზე რო განვიხილოთ რა ჩემი აზრით ჩვენთან ეს ჩარევა ის აგრესიულის რაც იყო აღარ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ განვიხილებით უკრაინასთან ერთად და ნუ ისე მე ვფიქრობ რომ აქ ბრძოლას აქ აზრი აქვს მხოლოდ გადავადებით. და გადავადება გულისხმობს რომ რის თქმა სურს რომ სანქციები არ ამგონია რომ რეალური იყოს, იმიტომ რომ სანქციები ავტომატურად ნიშნავს რუსეთის უკანა ეზოთ აღიარებას. აქ ან ომი იქნება და უფრო ესკალაცია მოხდება კონფლიქტის უკრაინასთან ერთად, ან ისეთ პირობებში მოხდება ჩვენი რუსეთთან მიერთება, რომ არც ჩვენ ვართ ამით მოგებული და არც ამერიკა მომავალში. და ამჟამად არც რუსეთის ინტერესი არ არის მიმართულებით მოგვარება. არავის ინტერესში მე პირადად ვერ ვხედავ. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ იქნება ბრძოლის გადავადება. გულისხმობ იმას, რომ რაღაცა ნეიტრალური სტატუსით, სადაც უკრაინის მსგავსი რთული შემთხვევა არ ვართ, იმიტომ რომ ომი არ მომხდარა, დაძაბულობა არ ყოფილა, მაგრამ რის თქმა მინდოდა, რომ ჩვენთანაც ხო არის ეს დაპირისპირება, მიუხედავად და იქნება კვლავ. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთიდან ზეწოლა შეწყდება. და ამ ფიქრობ, რომ აღიარებას უნდა ველოდოთ უკვე, რომ შეხვდებიან ნორმალურად და ხელს ჩაბუართმევენ, ეს მოხდება? ჩემი აზრით ეს სანქციების საკითხიც აღიარებით ჯერჯერობით რაც არის, ეს დაკავშირებული არის ვაჭრობასთან რუსეთთან. რაც მეტი ფიგურა ექნება ტრამპს პუტინთან სასაუბროდ, შედარებით უფრო მომგებიან პოზიციაში იქნება და რამდენადაც ნაკლები აქვს ერთ-ერთი საკითხი ესეც იქნება, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი პაიკი ჩვენ ვართ აქ. კი, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი გარემოება ესეც იქნება, რომ ანუ სერიოზულად არ შეიძლება რომ ისაუბრონ იმდენად პატარა გავლენის სფერო ვართ ჩვენ, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ იგივე უკრაინის გავლით გაზის მიწოდებასაც მაგასთან დავაკავშირებ, რომ კი ეს ევროპის პაზეც იყო წნეხი, მაგრამ რუსეთზეც არის ეს ხო უკრაინის ინტერესში არა, იმიტომ რომ უკრაინა მაგის შეწყვეტით რუსეთის ეკონომიკას ვერ ჩამოშლის. ეს არის სავაჭრო ჩემი აზრით. უკრაინის ნაწილზე ახლა გაზის შეწყვეტის ამბავზე, ანუ რუსეთმა ფაქტობრივად თავისი გარე გაყიდვები შეინარჩუნა აღმოსავლეთის ხარჯზე, ხო? აღმოსავლეთში გაზარდა თავის წარმატება, იგივე ინდოეთი გადამყიდველია მისი გაზის და ჩინეთი ასე შემდეგ. მაგრამ მან მაინც დაკარგა ზუსტად ის პერსპექტივა დაკარგა, შეიძლება დროებით დაკარგა. რაზეც ჩვენ საუბრობდით ზუსტად, რომ მასთან გერმანიასთან სიახლოვე მისთვის ეს საერთოდ მნიშვნელოვანია, თუ უნდა რომ იყოს რეალურად დომინანტური ფიგურა კონტინენტზე, ხო და ამას სხვათა შორის ამერიკის დოქტრინაც, შეერთებული შტატების დოქტრინაც ამას ამბობს, ხო რომ ეს არის ერთ-ერთი
დაუშვებელი რამე. ევროპა-აზიის არ შეიძლება ამერიკამ დაუშვას, თორე განადგურდება. კი ბატონო, ევროპა-აზიას, რუსეთი გერმანიის კავშირი, ხო? არ შეიძლება და ეს არის ერთი საკითხი და მეორე ცოტა კი გვაქვს თუ ამაზე, მაგრამ ერთ რაღაცაში არ დაგეთანხმები, რომ ჩვენ კი შეიძლება ტერიტორიულად პატარა ვიყოთ, მაგრამ არც ისე მე მგონი მნიშვნელობით, გეოპოლიტიკური მნიშვნელობით არც ისე პატარა გავლენის სფერო არ ვართ. იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად აქილევსის ქუსლი ვართ და სამხრეთიდან, ხო, რუსეთისთვის, ანუ კავკასიონის ქედს გადახვალ და მერე იწყება უკვე სხვადასხვა მცირე ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც მიდრეკილები არიან. რუსეთისთვის არ მიგულისხმია, რუსეთისთვის აქვს ჩვენ ამერიკისთვის. იმათი კუთხი დამაბობ, იმიტომ რომ იმდენად მასშტაბური წყალებში ვიტყვი უკან დახევა ისე ჟღერს მარცხად, უკან დახევა კი არ არის, ეს არის სტრატეგიის შეცვლა. ჩემი აზრით უკან დახევა მორალური შეფასებას აძლევს მაინც. იმდენად მასშტაბური ის ხდება სტრატეგიის ცვლილება, რომ შეუძლებელია მე ნაკლებად წარმოვიდგენია და უშუალოდ რომ აი მაინც და მაინც საქართველოს უნდა იყოს რაღაც ისეთი და სავაჭრო იქნება ერთ-ერთი საკითხი რომ თქვა ამე საქართველოს დასანქცირება გულისხმობს რუსეთზე გავლენის მოხდენის მცდელობა და არა მაგრამ ჩვენ თუ დაგეთანხმები იმაში ჩვენ თუ დაგვასანქცირეს პირიქით რაც გაუკეთეს ფაქტობრივად რუსეთს და ჩინეთს ვისაც არ იყვნენ ცუდ ურთიერთობაში რუსეთი და ჩინეთი მაგრამ ამ ომის შემდეგ ამ სანქციების შემდეგ უფრო ჩაახუტეს ერთმანეთს ჩვენც იგივეს მოგვიწევს ხო ახლა შეიძლება თუ არ მოვკვდებით დავიწყოთ გავაზროთ მე როცა ვარ ამერიკა მისი პოზიციიდან როცა უყურებთ უფრო ლოგიკურად ესე მეჩვენება რომ რატო უნდა გავაკეთო ეს როცა შემეძლია რომ რევოლუცია 4 წლის მერე მოუწყო სიტყვაზე საქართველოს კი რატო მივცე ეს ბაიკი ნეიტრალიტეტზე შეუთანხმდები უღიარებ არჩევნებს. კი ბატონო, მაგრამ ანუ რამდენად რაციონალურად ჩავთვლით, თუ ეს რაღაცა დიდი საერთო გეგმის ნაწილი იყო, რომ ანუ შეიქმნა შენი განმსახედიდან შეიქმნა ეს კრიზისი, შემდეგ ტრამპმა უნდა გადალახოს რაღაცა არაორთოდოქსული გზებით. ხო, ანუ ირაციონალური გამოდის, ხო? ანუ ბაიდენი ამ შემთხვევაში ირაციონალური აქტორი გამოდის. ვერ ვიტყვი ასე. აი მაგის კითხვა მინდოდა. რაღაცების შეფასებაც ძნელი არის. ვიტყვი რატო არის რაციონალური, რატო იყო რაციონალური და სწორი რატო იყო ამერიკის პოლიტიკა რუსეთის მიმართ. მათი გადასახედიდან ვაფასებ, რა თქმა უნდა. კი ბატონო. იმ შემთხვევაში თუ აფეთქდებოდა რამდენიმე წერტილი, იქ უკრაინა იყო, Nord Stream 2 იყო, აქ თუ რამე მოხდებოდა, თუ კი მოხდებოდა ეს ავტომატურად თელი ჯაჭვი არა ჩრდილოეთ კავკასია იარაღის მოწოდება ერდოღანი ვიცით როდისთვის მხარესაც იჭერს ძლიერის ყველაფერი ეს დაკავშირებულია ამ ალყასთან თუ იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა რუსეთის შიდა ჩვენ გადავარჩინეთ რუსეთი ეგრე ჩვენ რა არაუფერით გადავარჩინეთ რუსეთი ჩვენ საბოლოო მე რის თქმა მინდა რომ გაურთულებდა სიტუაციას, რეალურად გაურთულებდა, მაგრამ მოხდებოდა თუ არა შიდავარებულობა არ ვიცით. მე ვფიქრობ, რომ დასავლეთს არ ქონია არანაირი მოლოდინი, ამერიკას გულისხმობ არანაირი მოლოდინი, რომ რუსეთზე სამხედრო კუთხით გაიმარჯვებდა უკრაინა. მოლოდინი იყო, რომ სანქციები მოახდენდა გავლენას ქვეყანაზე ეკონომიკურად და ოლიგარქებზე, რომლებიც შემდეგ შიგნიდან ამოაყირავებდნენ პუტინს, იმიტომ რომ აი მაგალითად ბჟეზინსკის აქვს ნათქვამი ბოლო წიგნში სხვათა შორის მაგას საუბრობდა, წიგნი არ მაქვს დაკითხული, უბრალოდ განხილვა მაქვს ბევრი ლექცია მოსმენილი ამ წიგნის. დიდი სადადრაკოთაბა, ხო? არა, ბოლო წიგნი რა სახელი არ მახსოვს, ბოლო წიგნი რაც დაწერა. იქ ამბობს ესეთ რაღაცას, რომ რუსეთი აუცილებლად უნდა მოიხროთ თურქეთთან ერთად, რომ შევაკავოთ ჩინეთი. და ეს შეუძლებელია, ვიდრე სათავეში არის პუტინი, იმიტომ რომ პუტინს ესმის ეს. რისთვისაც ჭირდება ამერიკას რუსეთი ესმის და. ჩემი აზრით პუტინში არ არის საქმე და რუსეთი არ არის ესეთი პატარა სახელმწიფო, რომელსაც რაღაც ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინები არ აქვს, რომელიც რა ვიცით ჩვენ და კიდე რაც არ ვიცით იმის მიღმა რა არის, ეგეც არ ვიცით. ხო, მე მგონია რომ რუსეთში შეიძლება დამოსულიყო ოლიგარქების მიერ რაღაცა კადრი, სხვა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ეროვნული უსაფრთხოების რაც რაღაცა იქნებოდა რაც არის. მაინც ის იქნებოდა რაც არის, მაგრამ ცდელობა რა იყო და რატო იყო სწორი დასავლეთის მხრიდან, რომ ბჟეზინსკი ამას რო ამბობს, გულისხმობს იმას, რომ
უნდა დაეყრდნოს შიდა ოლიგარქიულ კლასს, რომელიც არის მერკანტილურ ინტერესებზე და იქ მერე რუსე სამხედროები მომავალ 10-20 წლის შემდეგ იბრძოლებდნენ თუ არა ჩინეთის წინააღმდეგ, ისინი პირად სარგებელს ნახავდნენ. ყოველთვის ამიტომ ამას ეყრდნობა ხოლმე საზღვაო ცივილიზაცია, სადმე როცა შედის კომპრადორულ ელიტებს ეყრდნობა უმცირესობას, რომელსაც აძლევს და იმისი საშუალებით იმ ხალხის რესურსებს და ნედლეულს ყიდულობს იაფად. და ამით ისარგებლებდნენ შიდა ელიტები, რომელიც ვერ მოხდა უბრალოდ და ამ სტრატეგიამ არ გაამართლა, ძნელი იყო შეეფასებინა. შეიძლება და გაემართლებინა. სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი გადაცემის დრო და ძალიან საინტერესო იყო, აი როგორც თქვით, აი ბოლოსკენ იწყება ხოლმე ყველა საინტერესო თემები, სამწუხაროდ ესეთი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ მე მგონი მაყურებელს მოეწონა და იმედია კიდევ შევხვდებით. თუ თავადაც მოგეწონა. შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენი სტუმარი იყო ვახტანგ ფიცხელაური, სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი და ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო თემებზე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ახალ მობრძანებისთვის და აგრძელებოდეთ.